დილა მშვიდობის ძირფასებო როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? დილა კი არა დახმერთო შუადღე უკვე თითქმის ოში მოკლედ ეხლა რახანი კითხვები იყო დასმული, იმას კი უპასუხე იქ, მაგრამ ნახარით და მოკლედ აქაც კიდე სხვასაც რო არ გაგიჩნდეთ მსგავსი კითხვები გიპასუხებთ. ძვირფასებო, ერთხელ გავაკეთე მე სოდაცმრით ბლინები. მაგას ქონდა ნასვრეტეფივით. დანარჩენი რომ ვაკეთებ მაგალითად რომ მომეწონა დონას რეცეპტი რო გავაკეთე, აპოლინეს რეცეპტი რო გავაკეთე, კიდე ანუ უცხოური ბლოგერები არიან და 100,000-ობით გამომწერები რო ყავთ, აი იმაზე გეუბნებით. თქვენც ჩვეულებრივად YouTube-ში ჩაწერეთ ბლინები და რო ჩამოუყვებით ნახავთ რომ ყველა ბლინს არა აქვს ნასვრეტები. ასე რომ ამას ნასვრეტები არ ქონდა, მაგრამ ერთი ცალი არ დარჩენილა, უგემრიელესი იყო. ანუ საერთოდ რომ ვაცხობ ვიდეოში ბლინებს რამდენი გამოვაცხე მე ჩემით, ნასვრეტებიანი არ გამოიწვია. ისე რა გამოვაცხე ჩემთვის უცბად, აი გეგას მოთხოვნიდან გამომდინარე და ახალ მახსოვდა. დამახსოვრებაც მიჭირს ხოლმე და რო არ მახსოვს, ხან ვიხედები ხან რაღაცა და მოდი გავუკეთებ მეთქი და რო გავუკეთე, გინ გამომხვილებელი ძმრის გარეშე მაგალითად. მაგას ნასვრეტები ქონდა. არ ვიცი, ჩემი დაკვირვებით მე ესე ვნახე და იმას გეუბნებით, მაგრამ ყველანაირს თუ აქვს ნასვრეტები, არ ვიცი. მე რასაც ვაცხობ და ვიდეოში რამდენი ბლინის ვიდეოები მიდევს, ნახეთ, არც ერთს არ აქვს ნასვრეტი. მაგრამ ამიტომ ცუდი არ ყოფილა. პირიქით, ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან თხელებიც გამოვიდა და არ ცივდება ეს ტაფა, ტაფა ცივდებაო და მაგიტომ წამებში ვაცხობდი. ტაფა რო გაგიცივდეს, გიფუჭდება ცომი და არ გამოგივა არანაირად, მაგრამ თქვენ ნახეთ, რომ პირველივე ცდაზე ჩემი ბლინი გამოვიდა, როდესაც მე ბევრი მინახია, რომ გინდ ქორწილებში მივხმარები ვარ გოგოებს, როდესაც ბლინებს აცხობდნენ და ყოველთვის პირველი 2 ან 3-ც რო უფუჭდებოდა, ესეც შემთხვევაც იყო. ამას გულახდილად გეუბნებით. მოხედიდე? კაი, იქ დავიდე და მოვა. და 60. გოდე ჩაუწიეთ. ონა არ ქონდა? და. ონა. მარგარინი არ დევს. გამოგჩა, წადი გაიქეც. კი, წერია. არ დევს დედიკო ონა. არ ვიცი ეხა ონა აქ მითვლილი ექნება, თორე ამდენის აქ არაფერი არა, 18 და 60. ონას წამება დამიწყებია თქო უცხარი. ონას წამოღება დამიწყებია თქო. სამი კილო კარტოფილია, ყველაზე დიდი 2 ლარი რო ღირდეს. 6 ლარი, 8 ლარი, 3 ლარის ეს მოთხარი, 11 ლარი, ესენი 13, ეს 3 29 ლარი, აი 45-იც დავამატოთ. 18, არა, ონასი არა აქვს დამატებული მასში. 18 და 60-ია, ონასი არა აქვს დამატებული. ონა ალბათ გოდეს გამორჩა. კაი, ჩეკს მისცემს. კიდე და გაგეცდი, სათხარ, მოდი.
გოდეს და ადას ჭიქიანები უყვართ. ლობიანისთვის არის იქ ერთი ლობიო რომ იდევს, ერთი გამოვარდათ. აი, კარტოფილი უნდა შევწვა. ეს გოდესია, ეს ერთი დიმასია და ერთი ჩემი. ერთი ცესაც გამოვიღებ მე, იმიტომ რომ ფაფა მომთხოვეს და ძე გამოღალი რო არა მაქვს, აი აქ იყოს. ეს ჭიქა მუხას უყვარს წყლისთვის. აი, ორი ერთი დავუწერე, მაგრამ ორი წამოუღიათ. ორი ერთი დავუწერე, იმიტომ რომ გუშინ თუ გუშინწე რომ მომიტანეს ის მაქვს. დიმას ფრავი უყვარს და ფრავი უნდა გავუკეთო. ამისთვის მოვატანინე ეს ქიშმიში და ბონა მაგისთვის მჭირდებოდა. კარგი, მეც იქ ჩავდებ ერთ წავს ლობიანს გამოვაცხობ, თორე სულები არიან. ერთი ჩურჩხელა ნაჭამი მაქვს მე უკვე. ხო და მოკლედ ესე ჩემო კარგებო. ყველანაირ საით თქვენს გააკეთეთ დარწმუნდით. შაქარს რაც შეეხება გითხარით რომ მეც კი მეგონა ბევრი, მაგრამ სულაც არ იყო ზედმეტად კბილი, ნორმალური სიტყვა გქონდა ამ ბლინებს, ასე რომ რავიმე კი რა გითხრათ, ჯერ გააკეთეთ, სცადეთ, რამდენი ბლოგერისგან ამიღია მაგალითად და არ გამოსულა ისეთი კარგი რაღაც მართლა. ამიტომ ყოველთვის უცხოურებიდან ვიღებ, სიმართლე რო გითხრათ, ეხლა რომ უყურებ, რეცეპტს არ ვუყურებ ისე, მართლა, საერთოდ რეცეპტი რო არ მინდა ისე ვიღებ იქედან და ძალიან კარგად გამოდის. უბრალოდ რასაც აკეთებენ, თვალით დანახულს ვაკეთებ და არა რეცეპტს არ ვუყურებ. ესე და ამგვარად. ეს გოდეს. ერთი ლობიანი გამომივა მე მგონი და გავაკეთოთ. ის რო გაშეს ეს შრალია. მიდევს. ხო, ეს ავიღოთ. რახან განრეცხილები კიდო, რა თქმა უნდა, მაინც გასარეცხია ის მერე. გამოვიღებ აქ სილიკონს. და გავამაცხვის ერთი იქნება თუ რაც იქნება ეს ლობიანი. აი, აფა გვინდა. ხო, ეს აფა არ გამიგწია. ჯერჯერობით. წუხე ყველაფერი გავეცხეს, დილისა, ჩაის. ის არ დამიტოვებია. ხომალდში გამოვეცხოთ. ხომალდში გამოვეცხოთ. აი ეს. დავხოდიანო. წინდა უკა. აი, ასეთი ყავის ჭიქით იყო ის შაქარი. ბოლომდე არ გამივსია. 1 და 9 გამოვიდოდა მაგალითად. რო გავაკეთე. რა ვიცი, მე ძალიან მომეწონა და უბრალოდ ზოგი მერე. ხო, იმაზე დამიწერეს ჯემს და რამე მოსხმოს. ესენი არ ჭამენ ძვირფასებელ, მაგიტოა ჩემთან აი რო ალამაზებენ ზოგი თაფს მოსხამს, ზოგი რაღაცებს, ხო? ზოგი ცოცხალ ხილსაც ჩადებს და მერე გინ ცოტა მალაკოსაც მოსხამენ. ძალიან ზედმეტად გემრიელი არ გამოვა ხალხო, ამას კი მეუბნებით, მაგრამ თუ ეს სიტყვა ზედმეტია, პლუს ჯემს რო დაამატებ გინდ, კიდე რა ვიცი, 1000-ნაირი იყიდება მოსასხმელები და გინდ თაფლიც. ზედმეტად ტკბილი არ გამოდის, პირიქით. და კიდევ კაი რო არ უყვართ ჩემ ბავშვებს, არანაირად რამე მოსხმული არაფერი არ უყვართ. ვაკეთებ ისეთ, რასაც ჩემი შვილები შეჭამენ. სულ ვიძახი, სულ.
ამ ყველაფერს. თორე იდეები მომდის თავში. რო გავაკეთო რისთვის. როცა აჭამე. მე მაგალითად ბანანითაც მიყვარს. მარწყვით. გინდ მე ცოტა მალაკოს რომ მოაწუწებ შიგნით. ზოგი უდინგი თუ დოპინგი თუ რა ვიცი. გამავიწყდა მაგის სახელი. ყველანაირი გემოთი იყო. ეგო. მაგალითად მალაკოს სტრუქტურის იყო მაგი. კიდე და ხო და მე იქ მუშაობდი თბილისში. ზოგიან საკათერ. მანდი იყო ბევრი გქონდა. ზოგი ნაყენს ხო დედიკო ერთი გამოვა მე მგონი ზოგი ნაყენზე ასხავდა მაგას ზემოდან. პუდინგი, დოპინგი არ ამგონია, პუდინგი. მოკლედ არ მახსოვს, კარამელის მსგავსი აღო ხელი. როგორ გითხრათ და მავიწყდა სახელი. მაშინ კი მქონდა აკიატებული და მეც კი ყიდულობდი ჩემთვის. მაგრამ ყველაზე მეტად ალუბლის და მარწყვის გემოთი მომწონდა. იქნება ვითომ ეს არის და ეს რისი თქვა შეიძლება მეგონი ეკითხება მოდი აიღებ და ამის მე შევენახავ ჩაუწიე მუსიკა ყველაზე მეტად ეხა რამშურს მე ვინც ლობიანს ასე გაწვალებულად არაკეთებს და თხელი რო გამოსდით თუ ვინმეს გამოსდის ანუ როგორ არ გამოსდით ხო ვიყიდე ერთხელ ზუგდიდში და ის იყო თხელი გემო არ იყო ეს მაგრამ ცუდიც არ იყო კარგი იყო ოღონდ ის ქონდა შაურმის წიწაკა მაგას რო იძახიან რომ ლობიანი ეს არ არის ეს არისო ასე არ არის ვისთვის როგორი ლობიანი არის კარგი ვისთვის როგორი კიდე ანუ ყველას ერთნაირი არ გვიყვარს ეხა მე რო გამეკეთებიან ხო მეტყოდნენ რა თუნდოდაო წიწაკა მეც მიგვიდა შაურმის წიწაკა რა თუნდოდა მეთქი მაგრამ უხდებოდა კიდევაც მე მომეწონა მაგ წიწაკით გოდე ორი ხაჭაპურია დედიკო მათ დაფაზე შეჭამ ორი ნაჭერი არ ჭამა დიმამ და მიეციდე და იქე წაუხე გოდეს მიუტანე კაცო თქვენ თუ არ გინდა აი ხო ხედავთ ამისთვის გამოვიყენე ის ჩემი გრასს რომ მაქვს გაზის საწმენდი ცხელზე მივასხი ყველგან შიგნით გინდა თუ გარეთ გინდა ისე კარგად გააკრიალა ოღონდ დავაცადე სადღაც 1:30 წამი ალბათ მეტი არ დამიცდია იმიტომ რომ მე მოთმინების უნარი არ შემწევს არა მაქვს საერთოდ ესეთი ვარ გაიწიე ხო ხედავ რომ ერთი უნდა გამოვიყვანო ეხა აქედან შენ თუ შეჭამ გადით მომაშორეთ თუ შეჭამს არ მეკნება მეტი თხილა დაწაქცი თუ შეჭამს ერთის მეტი არ გამოდის მეთოდიდებული ხარ დაგაცდიან დედიკო ეს უნდა გაგიყოთ ეხა თქვენ და დიმასაც უნდა შეუნახო მეც მინდა არ ვიცი დიმა რომ მე არა ის ასე მაგრამ გუში ძალიან ადრე მოვიდა საერთოდ რომ არ ველოდებოდი ისე ადრე მომწერა მოდივარო და ხო მიგავაკეთე უცებ
დღეს ეხა მეზარება ხვალ გავაკეთებ ყიდულობ ხერხილს არ მაქვს ხერხილი და ამიტომ კი მაქვს ეხა მოვიყიდე ის შემორჩენილი მაგრამ მეზარება ეხა ლობიას გავაკეთებ კარტოფილს შევწვა უფრავსაც გავაკეთებ და მერე ყველაფერი ერთ დღეში არ მინდა რომ იმასავხლე იმიტომ რომ სხვას გადავედი უკვე ანიკო დეიდასთან ჩემს დაწესებულს და მეშინია მე საჩინოშიც რომ მივდივარ ცარიელი ხო ვერ წავალ ჩემი შვილები მიშვილები იშვილებიც ჩამოვლენ მე რაღაცა ხო საჭმელი მაინც ხო უნდა წავიღო რამე მე ანა მარიას დაბადების დღეც არის 26-ში ლიკამ გადას საჩუქარი რო გაუკეთა მეც რომც არ გაეკეთებინა მაგას ვინ უყურებს კაცო საერთოდ რო ამყავდა შვილები ისე თუნდაც მაგაცზე ვიყავი ორიენტირებული რომ თუ რამე კაპიკს ვიშოვიდი იმავშვებოდი განსაკუთრებით ანამარიას დიმას იმიტომ რომ უფრო აქეთ ვიყავი დიმასკენ უფრო აქეთ დავდიოდი დახმარებით კი სულ იქაც ორჯონიკიძეში რო არის ჩემი და იმასაც სულ ხილის კრეფა გინდა მოგოჭვა გინდა ბავშვებთან მიხმარება გინდა სადმე გაყოლა იყო რამე იყო დავჭირდებოდი სულ არასოდეს ვარს არავის არ ვეუბნებოდი რას ქვია მაგრამ მაინც ეხა იმას მოვაყოლე უნდა გავითვალისწინო ყველაფერი რომ მივდივარ რომ ბავშვიც უსაჩუქროდ არ დამირჩეს აი ამას ვიძახი ეს ხვალ გავაკეთებ ხომ თელს უყიდიდი მაგრამ ეს რაღაც სხვა თქოს არ ვიცი რა ანიკო დეიდას ის თევზი არა რამეს ჭამს გონიათ ესეც არა ხომიყველი აჭამეო და არ უნდა არაფერი მე ძალიან უჭმელი ბავშვია ჩემებზე უარესად უჭმელი ბავშვია დიმა არ ჭამს უბრალოდ მე ბრაზდები რო არ ჭამს და ჩემი ხათრით მიირთვევს თორე როგორია სხვისი შვილი ყავს მაინც სხვისი ქვია იმას დიშვილია და შვილი ვიგეყარება ადამიანს აბა როგორ მაგრამ მაინც ნახე რო არ ჭამს და რაღაცა უხერხულად გრძნობ ხოლმე თავს და მიდის მერე ჩემი ბუზღური და ის ხათრით ჭამს არ ეწყინოსოდა დედამისი როცა არის არ მეუბნები მე იმდეს მაგრამ როცა არ არის მეშინია ბავშვი მშიერი არ დამირჩეს კარგი ეხა ერთი წამის საწოს მოვიტან რომ ეს ახ აგერ არის 2.5 ჩეკი კარგი ხო კიდე კიტრის მწნილზე არაფერი არ გამიკეთებია განსაკუთრებული ძვირფასებო თანმიმდევრობა რა ვიცი მე ხანის ვაკეთებ ხანას თანმიმდევრობას და რამეს არ ვიცარ კიტრს რა თქმა უნდა ყოველთვის პირველი ვდებ მერე წიწაკას ნიორს წვანილს ბოლოში და მერე ბოლოში ვაყრი მარილს და სალიცის ეგ არის მეტი არაფერი საერთოდ არაფერს არ ვუშვები არც შაქარს
არც ძმას და ვფიქრობ არც სჭირდება ხალხო ძმარი რაში სჭირდება არის ასხამენი ვიცი მაგრამ მე არ ვიშვები ისედაც მჟავდება და რატომ შევუწყო რომ დროზე ადრე ანუ უცებ იწყებს ამჟავებას როდესაც ვაკეთებ რომ მჟავე მალე იყოს საჭმელად გამოსადეგი მაშინ ვიყენებ ძმას ოღონდ სახლისთვის რომ მინდა მოსახობს არა თორე მოსახობს არც სჭირდება ძმარი ეს ჩემი აზრია და მე არ ვუშვები ეხლა ვინც როგორც უნდა ესე გააკეთებს თავის საჭმელს მე არაფერს არ შემეკითხება და არც ვეტყვი თუ აქეთ არ კითხავს მაგალითად რჩევას და თუ არ აპირებს ვინ მაგის გაქცევას ხო არც ხერს ამიტომ ჩუმად ვაიმე ბიჭო მე ხა არ ვიყვირე ჩუმად დედა ადამჩართო გაგჭედა სულელებში ადამჩართო რაიცა მამას დაურეკო არ მინდა გაც ვენტილატორი ქონდა ჩართული და ასე იყო არ ჩახუტე მამას დაუტოვო თუ გინდა ეგერ ძაღლს გადაუგდე ქვემოთ იქნება და ის არის კიდევ რესტორნის ის არის ხალხო ხაჭაპური ვაიმე ცხლება და თუ დააცდი გამოცხლება მოძა საფო კიბეებზე დედა არა კაცო კიდეზე რას დაყრი დადე მოიტანე აქ და მე იმას ვიზამერე კიდეზე ძაღლი არის იქ სულ მეგონა რომ სულ იმ სართულზე იყო მეორე არა ორ სართულზეა პირველზე და მეორეზეა ძაღლი კიდეზე დაუდო და არ მინდა კიდეზე დადება რომ არ ჭამოს იმანაც ყველი გამომიგზავნა მაშინ გაჩვენეთ მაგი ჯერ არ გამომიცხია მაგის არც ხაჭაპური და არც არაფერი მოცებნოთ ჩვენ აქ მარგარინი ნახმარი კი მექნება მე დავდოთ ამაზე მეორე მომეწონა ის იდეა ბლინზე ვნახე ხა კიდე ვიდეო გამაინტერესა მეც ნასვეტებიანი რომ მომეძებნა და იშვიათები ვნახე კი უდევთ მაგრამ იშვიათია და ის ნასვეტებიანი ზედმეტად მსხვილია რამოდენიმესი ვიდეო რომ ვნახე ხო და მომეწონა ის იდეა ბლინზე კარაქის წასმა გამოიყურება აი ეს
სამად გავჭერი. აი ეგრე. იმედს პერგამენტის ქაღალდში შევახვევ და დიმას შევუნახავ. ეს იყო ძვირფასებო სულ. ეხლა წუხელ კიდევ გაგრძელება გავაკეთე იმის ბლინების და იმასაც მიუერთებ ამ ვიდეოს. ხო და წავედი, მოვალ მერე. მე მგონი მოვალ. ბერჯერ გინახიათ ჩემს ვიდეოებში ფლავის ვიდეოც, მაგრამ თუ მომებრიანა, თუ მომინდა იმას ისამ ჩავთავ და გადავიღებ მაგის ვიდეოს ნახოთ. დროებით აბა ბედნიენ, მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით. ეს კიდევ 1 2 3 4 5 6 7 8 9 11 ცალი კიდევ 4 მე შევჭამე. და ძალიან კარგები გამოვიდა. ესეთი ხელი მოკლედ მუხას არ ვჭამია და ამიტომ ეს სინავს როდის გაიღვიძებს და მიირთმევს ველოდებით. წავედი. ეს გაჩვენეთ უბრალოდ საბოლოო ჯამში არ ვიცი რამდენი გამოვიდა. მოგატყუებთ რომ გითხრათ ამდენი თქო. ასე თუ ისე გამოვიდა და თან ძალიან კარგი.